მოგესალმებით. დღეს ვისაუბრებთ ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო რადიოლოგიურ კვლევაზე. ეს არის კომპიუტერული ტომოგრაფია, რომელიც საკმაოდ ხშირად ექცევა საზოგადოების ყურადღების ქვეშ. ვინაიდან მის ირგვლივ ტრიალებს საკმაოდ ბევრი მითი თუ რეალობა და ასევე დიდი რაოდენობით შიში. ამ ყველაფერზე გვესაუბრება ქალბატონი მაია გაგუა. მაია არის ექიმი რადიოლოგი. რა არის კომპიუტერული ტომოგრაფია და რატომ არის ის ასეთი შიშის საგანი? მოგესალმები მარიამ, მადლობა მოწვევისთვის. კომპიუტერული ტომოგრაფია ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მეთოდი რადიოლოგიაში, რომელიც იყენებს რენტგენის სხივებს. რენტგენის სხივების საშუალებით მიიღება ინფორმაცია, რომელიც მუშავდება კომპიუტერით და ხდება პაციენტის სხეულის შრეობრივი დაჭრა, ეგრეთ წოდებული დაჭრა 1 მმ-იანი ჭრილებით, რათა თავიდან ავიცილოთ მიკროდაზიანებაც კი. რა დროს ვიყენებთ კომპიუტერულ ტომოგრაფიას? კომპიუტერული ტომოგრაფია არის ოქროს სტანდარტი გადაუდებელ მედიცინაში, მაშინ როდესაც სწრაფი დიაგნოზი წყვეტს პაციენტის სიცოცხლეს. ის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტრავმების შემთხვევაში, სისხლძარღვოვანი პათოლოგიების შემთხვევაში, ეს იქნება აორტის დისექცია, ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია, თუ ასე შემდეგ. ის ასევე მნიშვნელოვანია მწვავე პათოლოგიების დიაგნოსტირებისას, როგორიც არის მწვავე აპენდიციტი და ასე შემდეგ. გარკვეულწილად შეგვიძლია ვისაუბროთ კომპიუტერული ტომოგრაფია ორგანიზმის რომელ ნაწილებზე უფრო ხშირად გამოიყენება? მნიშვნელობა არაა, კომპიუტერული ტომოგრაფია გამოიყენება მთლიან სხეულზე, გააჩნია პათოლოგიას, გააჩნია კლინიკურ კითხვას, რა კითხვით არის პაციენტი გამოგზავნილი კლინიცისტისგან. ძირითადად მნიშვნელოვანია გადაუდებელ მედიცინაში. რამდენად საშიშია დასხივება, რომელიც კომპიუტერული ტომოგრაფიის შედეგად გამოიყენება ადამიანზე? კომპიუტერული ტომოგრაფია იყენებს რენტგენის სხივებს, შესაბამისად დასხივება ნამდვილად არის კომპიუტერულ ტომოგრაფიაში, მაგრამ აქ დასხივების დოზა მკაცრად კონტროლდება და მისი სარგებელი ბევრად უფრო მეტია, ვიდრე დასხივების მავნებლობა. შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ წლიურად რამდენი კვლევა შეგვიძლია გავაკეთოთ? ესე კონკრეტულად ვერ გეტყვით, მაგრამ აი რამე შეზღუდვა კომპიუტერულ ტომოგრაფიას ნამდვილად არ არის. აქ მთავარია წინა პლანზე წამოვიდეს სარგებელი, რასაც ვღებულობთ კომპიუტერული ტომოგრაფიის დროს. საკმაოდ საინტერესო და ასევე მნიშვნელოვანია ჩემთვის როგორც პაციენტისთვის ბავშვები და კატე. როგორ შეგვიძლია დავახასიათოთ ბავშვებთან დაკავშირებით ასევე არის რაიმე შეზღუდვა კომპიუტერული ტომოგრაფიის გადაღების დროს? ზოგადად პედიატრიულ პოპულაციაში კატეს გამოყენებას ვერიდებით დასხივების გამო, ამიტომ აქ უკვე უპირატესობა ენიჭება ულტრაბგერით კვლევას და მაგნიტორეზონანსულ ტომოგრაფიას. თუმცა გადაუდებელ შემთხვევაში, როდესაც სისწრაფეზე არის აქცენტი და სწრაფ დიაგნოზზე, კომპიუტერულ ტომოგრაფიას უპირატესობა ენიჭება. როდესაც კომპიუტერულ ტომოგრაფიაზე მივდივართ, ყოველთვის გვისვამენ ხოლმე კითხვას. ეს კვლევა კონტრასტით გნებავთ თუ უკონტრასტოდ? ამასთან დაკავშირებით რა შეგიძლიათ გითხრათ? რა არის ზოგადად ეს სუბსტანცია და რატომ გვინიშნავენ ექიმები? კონტრასტი ეს არის იოდის შემცველი ნივთიერება, რომელიც შეგვყავს პაციენტის ორგანიზმში ინტრავენურად და ის გვეხმარება სხვადასხვა პათოლოგიების დიაგნოსტიკაში. ეს არის ანგიოგრაფიის დროს, როცა გვაინტერესებს სისხლძარღვების შეფასება, ეს ხდება გადაუდებელ მედიცინაში, როდესაც გვაინტერესებს აქვს თუ არა პაციენტს აქტიური შინაგანი სისხლდენა და ყველა ტიპის სხვადასხვა ტიპის პათოლოგიების დროს, როცა გვაინტერესებს პათოლოგიური პროცესის ხასიათის დადგენა. კონტრასტული ნივთიერება ძირითადად უსაფრთხოა, თუმცა არის რაღაც გვერდითი მოვლენები, რომელიც კონტრასტის მიღებას ახლავს თან, პირველ რიგში გამოვყოფთი ალერგიულ რეაქციას და გამოვყოფთი თირკმლის პათოლოგიებს, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში კონტრასტი არის ნეფროტოქსიური, ამიტომ ყველა პაციენტს წინასწარ ვაფრთხილებთ, რომ თან კონდეს კრეატინინი, რათა შევაფასოთ თირკმლის ფუნქციები და ვეკითხებით ალერგიულ ანამნეზს. წინასწარი მომზადება კომპიუტერული ტომოგრაფიას სჭირდება? თუ კვლევა უკონტრასტოდ არის დანიშნული, არანაირი მომზადება საჭირო არ არის. თუ კვლევა კონტრასტით არის დანიშნული, პაციენტს ვურჩევდი, რომ 4-6 საათით ადრე იყოს უჭმელი და თან იქონიოს კრეატინინის პასუხი. კრეატინინის პასუხი ალბათ გაადვილებს პროცესს იმ თვალსაზრისით, რომ არ მოგვიწევს პაციენტის გაგზავნა ანალიზზე, რომელსაც როგორც ვიცი 24 საათი დაახლოებით მაინც სჭირდება, ხო? 24 საათი არა, მაგრამ დროის ეკონომიას ნამდვილად გაგვიკეთებს. ასევე ალერგიის მქონე პაციენტებში შეგვიძლია წინასწარვე გავატანოთ ჩვენ როგორც ვიცი სინჯი და შემდეგ მოვა ეს პაციენტი უკვე ალერგიის ტესტით, ხო?
დიახ, ესეა, თუ პაციენტს აქვს ალერგიული ანამნეზი, ჩვენ შეგვიძლია წინასწარ გავატანოთ ეს სინჯი ალერგოლოგთან და მიღებული პასუხის შემდეგ დავგეგმოთ კონტრასტული კვლევა. როგორც ვიცი, ხშირ შემთხვევაში კომპიუტერული ტომოგრაფიას ნიშნავენ იმიტომ, რომ დრო არის საკმაოდ მცირე, რასაც ეს კვლევა მოითხოვს. ამასთან დაკავშირებით რა შეგვიძლია ვთქვათ? ნამდვილად კომპიუტერული ტომოგრაფიის ძირითადი უპირატესობა ეს არის სისწრაფე. შესაბამისად, კომპიუტერული ტომოგრაფია არის ოქროს სტანდარტი გადაუდებელ მედიცინაში, მაშინ, როდესაც წუთები და წამები წყვეტს პაციენტის სიცოცხლეს და ბედს. რამდენი წუთი სჭირდება დაახლოებით თითოეულ კვლევას კომპიუტერული ტომოგრაფიის? პრაქტიკულად სკანირების დროს სჭირდება 5-10 წამი. წარმოიდგინეთ, მთელი სხეული იჭრება 1 მმ-იანი ჭრილებით და ამას სჭირდება მხოლოდ 5-10 წამი. ხოლო სრულ პროცედურას პაციენტის დაწვენიდან დაწყებული ინტრავენური კონტრასტირებით და სრული კვლევის დამთავრებით დაახლოებით 10 წუთი. კატესა და MRI-ის შორის ხშირად არის ხოლმე ვარიაცია. ადამიანები ამბობენ, რომ თუ MRI-ს გადაიღებენ, ეს უფრო ბევრად მნიშვნელოვანი კვლევა იქნება, ვიდრე კომპიუტერული ტომოგრაფია. რა თქმა უნდა, ეს მითია. და რატომ არის ეს მითი? კომპიუტერულ ტომოგრაფიას და მაგნიტორულ რეზონანსულ ტომოგრაფიას სხვადასხვა ინფორმატიულობა აქვს. როგორც გითხარით, გადაუდებელ მედიცინაში კომპიუტერული ტომოგრაფია არის ოქროს სტანდარტი და მისი უპირატესობა არის ზუსტად ის, რომ ის არის ყველაზე სწრაფი მეთოდი, ხოლო მაგნიტორ-რეზონანსული ტომოგრაფიის შემთხვევაში ხდება ყველა დანარჩენი პათოლოგიის უკეთ ვიზუალიზაცია. ეს იქნება თავისა და ხერხემლის, მუცლის ღრუს სტრუქტურების, ყველა შინაგანი ორგანოების პათოლოგიების ზუსტი დიფერენცირება. ერთადერთი არის ფილტვები, რომლის გამოკვლევა მაგნიტორ-რეზონანსულ ტომოგრაფიაზე არის არაინფორმატიული და კომპიუტერულ ტომოგრაფიას უპირატესობა ენიჭება. რადიოლოგიურ კვლევაზე ცირკულირებს ერთი რადიკალური მითი, რომ ეს კვლევები იწვევს სიმსივნეს, კიბოს. კიბო, როგორც ვიცით, საზოგადოებაში არის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული შიში. რა თქმა უნდა, რომ ეს ასე არ არის, მაგრამ რატომ არის, რომ საზოგადოება ყოველთვის ფიქრობს კომპიუტერულ ტომოგრაფიაზე, რომ ის იწვევს კიბოს? ვერ დავეთანხმები, ეს არის ნამდვილად მითი. კომპიუტერული ტომოგრაფიის დროს გვაქვს ნამდვილად რენტგენული გამოსხივება, მაგრამ ეს რადიაციული დოზა არის მკაფიოდ კონტროლირებადი და ზოგადად პრაქტიკულად არ მახსენდება არანაირი შემთხვევა, რომ კომპიუტერული ტომოგრაფია დაკავშირებული იყოს კიბოსთან. თეორიულად, რა თქმა უნდა, შეიძლება, მაგრამ დღევანდელი თანამედროვე კომპიუტერული ტომოგრაფიის აპარატები ძალიან მინიმალური დასხივების დოზით ხასიათდებიან, შესაბამისად ეს ნამდვილად არის მითი. ახლა შევეხოთ ასევე ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო თემას, ორსულობა და კომპიუტერული ტომოგრაფია. არის თუ არა დასაშვები ორსული პაციენტებისთვის კომპიუტერული ტომოგრაფიის გადაღება? სასურველი არ არის და ამ შემთხვევაში უპირატესობა, რა თქმა უნდა, ულტრაბგერას და მაგნიტორ-რეზონანსულ ტომოგრაფიას ენიჭება, თუმცა თუ გადაუდებელი შემთხვევაა, თუ სწრაფი დიაგნოზი არის უპირატესი და თუ დედის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, რა თქმა უნდა, კომპიუტერული ტომოგრაფია უნდა გაკეთდეს. რას ხედავს კატე ისეც, რასაც ვერ ხედავს სხვა რადიოლოგიური კვლევები? კომპიუტერული ტომოგრაფია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ფილტვის პათოლოგიების დიაგნოსტიკაში, შეიძლება ამ დროს მიკროკვანძების აღმოჩენა, ასევე მნიშვნელოვანია სისხლძარღვოვანი პათოლოგიების დიაგნოსტირებაში, როგორიც არის თრომბოემბოლიები, როგორც არის აორტის ანევრიზმის დისექცია და ასე შემდეგ. ხშირად, როდესაც პაციენტები ეწერებიან კომპიუტერულ ტომოგრაფიაზე, გვისვამენ კითხვას, როგორ მოვემზადო ამ კვლევისთვის? არის თუ არა რეკომენდირებული კვება, არის თუ არა რეკომენდირებული მანამდე რაიმე ტიპის ანალიზის გაკეთება? ამასთან დაკავშირებით გვაქვს რაიმე შეზღუდვა? ძირითადად არანაირი შეზღუდვა არ გვაქვს, თუ კვლევა არის უკონტრასტო დანიშნული, პაციენტს არანაირი სპეციალური მომზადება არ სჭირდება. კონტრასტული კვლევის შემთხვევაში უმჯობესი იქნება, რომ პაციენტი იყოს მშიერი 4-6 საათით ადრე, ან თან ჰქონდეს კრეატინინის პასუხი. როგორც ვიცით, როგორც ყველა სხვა რადიოლოგიური კვლევა, კომპიუტერული ტომოგრაფიას ვითარდება. რა არის კომპიუტერული ტომოგრაფიის მომავალი? კომპიუტერული ტომოგრაფიის მომავალი ეს არის dual energy კატე და photon counting კატე.
Dual energy კატე საკმაოდ წარმატებით გამოიყენება დღევანდელ პრაქტიკაში. მისი პრინციპი არის ორი განსხვავებული სხივის მიღება ერთდროულად, მაშინ როდესაც ჩვეულებრივი კომპიუტერული ტომოგრაფია დაფუძნებულია მხოლოდ ერთ რენტგენულ სხივზე. მისი უპირატესობა არის ის, რომ მას შეუძლია სხვადასხვა ქსოვილის უფრო ადვილად ამოცნობა და ძალიან კარგად გამოიყენება ურორადიოლოგიაში კენჭების შემადგენლობის განსაზღვრის მიზნით. ეს არის ურატული კენჭები, ეს არის შარდმჟავა კენჭები, თუ არის კალციუმის მარილის შემცველი კენჭები. ის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ანგიოგრაფიულ კვლევებში, რადგან მას ძალიან ადვილად შეუძლია თრომბის ამოცნობა, შესაძლებელია თავიდან ავიცილოთ დიდი რაოდენობით კონტრასტი, ხოლო ასევე მნიშვნელოვანია პოდაგრის დიაგნოსტიკაში, რადგან თავისუფლად შეუძლია შარდმჟავა კენჭების ამოცნობა. რაც შეეხება photon counting კატეს, ეს დაფუძნებელია ფოტონების შთანთქმაზე და შესაბამისად შესაძლებელია ძალიან დაბალი დოზით მაღალი ხარისხის გამოსახულების მიღება. ამიტომ ეს იქნება ნამდვილად რევოლუცია კომპიუტერულ ტომოგრაფიაში და საბოლოოდ ვღებულობთ დაბალ დასხივებას, მაღალ ინფორმატიულობას, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი კომპიუტერულ ტომოგრაფიაში. ეს არის ერთ-ერთი მაგალითი კიდევ ერთხელ უწმუნდებით იმაში, რომ თითოეული რადიოლოგიური კვლევა ინდივიდუალური და ძალიან მნიშვნელოვანია, რომლის განვითარებაზეც მსოფლიო ბრენდები მუშაობენ. რას ეტყოდით ადამიანებს, რომლებსაც ეშინიათ რადიოლოგიური კვლევების, განსაკუთრებით კომპიუტერული ტომოგრაფიის შიში აქვთ და ამის გამო არ იკეთებენ შესაბამის კვლევას? კატი არ არის საშიში აპარატი, ის არის ძალიან მნიშვნელოვანი მეთოდი რადიოლოგიაში, განსაკუთრებით გადაუდებელ მედიცინაში, სადაც მას ნამდვილად შეუძლია სიცოცხლის გადარჩენა. დიდი მადლობა ასეთი საინტერესო ახსნისთვის. თქვენ კი იმედია მოგეწონათ ჩვენი დღევანდელი ეპიზოდი. იყავით აქტიურები, დატოვეთ კომენტარები და დასვით კითხვები.